განსაკუთრებული პატივისცემით ვიხსენებთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს. 15 მარტი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე ქართული მხედრული წარსულის ისტორიაში, როდესაც ქართველმა ჯარისკაცებმა, ქართველმა არტილერისტებმა უკუაგდეს რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი მასირებული შეტევა, რომელშიც ჩართული იყვნენ არა მხოლოდ სეპარატისტული ბანდფორმირებები და დაქირავებული ბოევიკები, არამედ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები. მინდა რომ მოვიხსენიოთ კიდევ ერთხელ გმირულად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული ჩვენი თანამემამულენი და რაც უმთავრესია, კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ის დიადი 15-16 მარტი, როდესაც სოხუმზე რუსეთის გენერალურ შტაბში დაგეგმილი შეტევა იყო არა მარტო მოგერიებული, არამედ წარმატებით დასრულებული სამხედრო ოპერაციები. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია ის, რომ ერთად დგომით ჩვენ ძალგვიც რომ გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ეს იყო გმირული დღე, რომელმაც გარდამტეხი ბრძოლა და გარდამტეხი შედეგი მოიტანა ქართულ-რუსული ოკუპაციური ბრძოლის დროს და განსაკუთრებით მინდა მიულოცო ჩვენს არტილერიას, არტილერისტებს, ჩვენს ვეტერანებს და მეომრებს იმ ძალიან დიდი ბრძოლისთვის და ღვაწლისთვის თუ დამსახურებისთვის, რომელიც მათ მიუძღვით საქართველოს წინაშე. დღევანდელ დღეს გადარჩა სოხუმი და ეს ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა შეერაღებულმა ძალებმა. რუსეთმა დაგეგმა დიდი მასშტაბური შეტევა და ქართველების ერთობლივი ბრძოლით ეს ბრძოლა მოგერიებული იყო. ეს არის მნიშვნელოვანი დღე.